გამარჯობა მეგობრებო. ამას წინათ პატარა ვიდეო დავდე, ჩემი ერთწუთიანი ვიდეო, სადაც საუბარი მქონდა ეგრეთ წოდებულ უძირო კასრის ფენომენზე. ეს ის სიტუაციაა, როცა ჩვენ ურთიერთობაში თუ რაღაცა მიმართულებით უდიდეს ძალისხმევას ვდებთ და შედეგს ვერ ვიღებთ. და ამ დროს გონია, რომ საკმარისი ძალისხმევა არ ჩავდეთ და კიდევ ვაორმაგებთ და შეიძლება ვაათმაგებთ კიდეც და მიუხედავად ამისა, შედეგი არ უმჯობესდება, ან თუ უმჯობესდება ძალიან მცირედ, რომ კმაყოფილი არ ვართ და შეიძლება გავარესდეს კიდეც. როგორც ვთქვი, ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობას, შეიძლება კი იყოს ძალისხმევა. მაგალითად, როცა რაღაცა ბიზნესი გვაქვს, შეიძლება როცა რაღაც მიმართულებით წინ გვინდა წასვლა კარიერის მხრივ. ამიტომ აი ამ სიტუაციაში თუ თქვენ გეცნობათ ეს სიტუაცია, ჯობია რომ გაჩერდეთ და სიტუაციას დააკვირდეთ. ჯერ კარგად თვალი გადაავლოთ, რამდენ ხანს მიდის ეს თქვენი მცდელობები და ასევე დინამიკას გადაავლოთ თვალი. ესე იგი, მოინდომეთ კიდევ გაუმჯობესება, კიდევ უფრო მეტი ენერგია და რესურსი ჩართეთ და შედეგი არ მიიღეთ. ყოველთვის არ შეიძლება გადავაბრალოთ არასასრული შედეგები სხვებს. შეიძლება ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას არასწორად. ხა არასწორად, სწორედ რომ გამიგოთ, აგეხსნით, შეიძლება ჩვენ მივდივართ მცდარი მიმართულებით და ეს ძალისხმევა, რომელიც აუცილებლად ჩვენს გამოფიტვას გამოიწვევს, შეიძლება სულაც არ არის საჭირო. მე თქვენ ერთ პატარა მაგალითს გეტყვით ჩემი ადრინდელი ცხოვრებიდან. ბავშვი რომ პატარა მყავდა, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და მე ამ პრობლემამ, აი ამ სიტუაციამ, მაშინ ჩემი ოქროს შუალედი დამაკარგვინა. ძალიან აფორიაქებული ვიყავი, ძალიან აჟიტირებული, უფრო შესაბამისი სიტყვა არ არის, მაგრამ იცით, ძალიან აქტიურად ვცდილობდი, რომ ერთ ექიმთან მივიყვანე, კიდე სხვა ექიმთან მივიყვანე, კიდე რაღაცა ერთი მეთოდი დავიწყე. ფაქტიურად ყველაფერს ვაკეთებდი და მთელი ჩემი მთავარი ფოკუსი იყო, რომ რაც შეიძლება მალე მომეგვარებინა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ გქონდა. როგორც ვთქვი, მაშინ ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო. და მახსოვს, რომ ერთი ქალბატონი გავეცანი აქ, რომელიც სემინარებს თავაზობდა და ასევე რაღაც კვალიფიკაციას მკუთხით ენერგეტიკული ვარჯიშები. ამ სფერომ ძალიან დამაინტერესა, ჯერ მასთან რაღაც სამდღიანი კვალიფიკაცია გავაკეთე, რომ კარგი შთაბეჭდილება რომ შემექნა და ამ ქალს ჰქონდა რაღაცა ისეთი შინაგანი სიბრძნე, რომ ჩემი ნდობა იმხელა დიდი იყო, რომ დანიაში ცხოვრობ და მე დანიის საზღვარზე ვცხოვრობ და მას ვთხოვე და იღებდა კერძოდ პაციენტებსაც და ასე რომ ჩემო მეუღლემ წაგვიყვანა იქ. და დაახლოებით რამდენი სამჯერ ვიყავით ჩემ შვილთან დაკავშირებით, ბავშვისთან მახლდა და მახსოვს მესამედ რომ მივედი, მან ასეთი რამე მითხრა, რომ ნანა სულ ერთია, რასაც აკეთებ, აი ამას შედეგი არ აქვს. აი ბავშვზე შედეგი არ აქვს და შენ უნდა შენი ენერგია დაზოგო მომავლისათვის, დაზოგო თუნდაც დღევანდელ დღეს პრიორიტეტების სწორედ დასმისათვის, აი შენი ქცევა და რასაც აკეთებ, აი ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთო, რაც შეიძლება მეტი სადო, არის თითქოს უძირო კასრის შევსებას ვცდილობ და ეს არ გამოგივა. ძალიან დამაფიქრა ამ მისმა სიტყვებმა და აი ამ დაფიქრების შემდეგ ბევრი რამ შევცვალე. ძნელია საკუთარ თავზე დაკვირვება, რადგან ჩვენ თვითონ
ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე, ემოციურად ვუდგებით რიგ საკითხებს და აი ეს, რასაც ვამბობ მე ჩემს ვიდეოებში, არწივის პერსპექტივიდან საკუთარ თავზე დაკვირვება იოლის საქმე არ არის. და დრო დამჭირდა, რომ მივხვედრილიყავი და შემეცვალა და აი ასევე როგორც მე მითხრეს მაშინ, თქვენ აი ამ ვიდეოთი გეუბნებით, რომ თუ თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგებს ვერ იღებთ იმას, რაც გსურთ, მაშინ აი ჩემსავით უნდა გაჩერდეთ, ან თქვენ თვითონ დააკვირდეთ თქვენ სიტუაციას, ან ვინმე დაიხმარიოთ, რათა გაერკვეთ, რადგან თქვენ შინაგან სიბრძნეს შეუძლია პასუხი მოგცეთ. უბრალოდ თქვენ იმ მომენტში მასთან კავშირი არ გაქვთ და მასთან კავშირის ქონა შეუძლებელია, როცა გალობში არის ადამიანი და როცა სულ ერთი მე ვამბობ პეპელასავით, ერთი ყვავილი და მეორეზე გადაფრინდება, უნდა ამას ცოტა საკუთარი თავის ჩაყურადება და საკუთარი ცხოვრების სიტუაციისათვის თვალის გადავლება. ასევე არის ადამიანებთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრი ურთიერთობა აგებული არის ცალმხრივობაზე. და ხშირად ამ ადამიანებს, რომლებიც აქტიური პარტია არიან და ჰარმონიის მოთხოვნილება აქვთ და უნდათ რომ არის ეს ოჯახის წევრი, მეგობარი, კოლეგა, ასე ამოვნონ იმ ჰარმონიას შექმნან, აი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი და მეტი ენერგია და რესურსი ჩადონ აი ამ ურთიერთობის გაუმჯობესებაში და ერთადერთი შედეგი რაც დაიდება არის ის, რომ აი მოკლე დროითი მოხდეს რაღაც ისეთი ენერგეტიკული გაუმჯობესება. ამას როგორ გვცნობთ? ჩვენ უტყუალად შეგვიძლია ვთქვათ, სიტყვაც რომ არ გამოითქვას, თუ ურთიერთობაში ამა თუ იმ ადამიანთან ჰარმონია სუფევს თუ არა. ჩვენ ხანდახან გონია, რომ ვცდებით, მაგრამ ეს შინაგანი გრძნობა რაც გვაქვს, რომ აი რაღაც თითქოს კმაყოფილება არ სუფევს იმ მეორე მხარეს, თითქოს რაღაცა მოლოდინი არის. ეს ყოველთვის ემყარება ჩვენს და იმ ადამიანს შორის ჩვენი ენერგიების გაცვლას. ასე ვთქვათ, არავერბალურ გამოუთქმელ კომუნიკაციას, რომელიც ბევრად უტყუარია, ვიდრე სიტყვით გამოთქმული, რადგან სიტყვების თქმა იულად ხელგვეწიფება, ნათქვამია, რომ ენას ძვალი არა აქვსო, აი არავერბალური კომუნიკაცია კი, რომელიც გამოიხატება მზერით, ჩვენი ენერგეტიკით, ჩვენი ჟესტიკულაციით, ის კი არის ყოველთვის უტყუარი. და თუ თქვენ დააკვირდებით, რომ ურთიერთობაში ხართ ადამიანთან, რომელთანაც ხანგრძლივი დროით ვერ აღწევთ აი ამ სიტუაციის დահარმონირებას, თითქოს რაღაცას ვერ აკეთებთ კარგად. და თუ ეს შესაძლებელია კიდევ რომ დანაშაულის შეგრძნებას იწვევდეს, ან წნეხს იწვევდეს თქვენს მიმართ, მაშინ ესეც იწვევს ჩვენი ენერგიის ძალიან დიდი ოდენობით გაფანტვას. აქაც უნდა კარგად დაფიქრდეთ და ხშირ შემთხვევაში კარგი არის, რომ მეგობარი, ან კიდევ პროფესიონალური დახმარება გქონდეთ, რადგან ჩვენ გვაქვს მცდარი წარმოდგენა, რომ რაღაცა მოგზაურობა, რაღაცა საჭმელია თუ რესტორანში შესვლა არის თუ თქვათ სხვა რამე, ეს შეიძლება ღირდეს თანხა და აი ამ მიმართულებით ფსიქოჰიგიენა, ჩვენი პიროვნული განვითარება, ეს არაფერი არ უნდა ღირდეს და ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა, რადგან ჩვენი შინაგანი განვითარებით ჩვენ ცხოვრებას ქმნით. ეს უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსს. გავცემთ, რასაც გავცემთ ჩვენ საზოგადოებაზე, რაღაცა კუთხით უნდა
აუცილებლად უკან შემოდიოდეს. ეს არ უნდა იყოს ესე პლუს მინუს 0, მაგრამ უნდა იყოს დაბალანსებული. თქვენ უნდა გრძნობდეთ, გქონდეთ შეგრძნება, რომ მე თქვენ როგორც გასცემთ, ასევე სხვადასხვა კუთხით შემოდის ასევე თქვენი მიმართულებით ენერგია, რომელიც თქვენ გსიამოვნებთ და ძალიან ესეთი სასიამოვნო განცდას გააძლევთ, რომ სამყაროს და მე ვამბობ თქვენ გარშემო სამყაროს უყვარხართ, თქვენ პატივს გცემთ და თქვენდამი დადებითად არის განწყობილი. თუ ეს ასე არ არის, აქაც აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მე დაუბრუნდები ჩემს მე მგონი დაახლოებით 2-3 ვიდეოს წინ იყო მგონი ეს თემა, როცა ჩვენ ვიზდებით ისე რომ ჩვენ საწყის არქეტიპულ ნაზავს ვერ ვავითარებთ და იძულებული ვართ მის განვითარებაზე უარი ვთქვათ და საზოგადოებას თუ ოჯახის წნეხის შედეგად ფაქტიურად ვავითარებთ იმ არქეტიპებს, რომლებიც ჩვენი პრიორიტეტული არ იყო, რომელთაც ჩვენ დედამიწას არ მოვევლინეთ. მე ამით გულისხმობ, რომ ყველა არქეტიპი კი არის ჩვენში, მაგრამ 3-4 არქეტიპი არის უმეტესად ძლიერად გამოხატული და ეს არის ჩვენი ორიგინალურობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ თუ ჩვენი ორიგინალურობის განვითარება ვერ შევძელით, რადგან ძალა არ გვეყო და არახელსაყრელი გარემო გქონდა მათი განვითარებისათვის. შესაძლებელი არის, რომ აი ამის გამოც ვიდგეთ ცდარ გზაზე. ამის გამოც იყოს ჩვენი მიღწევები ჩვენთვის არასაკმარისი. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის ესეთი რომელიცაც აქვს მიდრეკილება ეს ხელოვნებისადმი, კარგი აღქმა გაქვთ, შეიძლება რაღაცა ნიჭებიც გქონდათ, მაგრამ ის ვერ განავითარეთ, რადგან ხელოვნების ნიჭის განვითარება სჭირდება დიდი ნდობა საკუთარი თავისადმი და შეიძლება ამის განვითარება არ იყო თქვენს ადრეულ ბავშვობაში შესაძლებელი. აი ამის გამოც შეიძლება ხართ უკმაყოფილო, რადგან ის გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, იმ გზაზე თქვენი უნარების ისეთ განვითარებას ვერ შეძლებთ, როგორც შეძლებდით თავიდანვე ეს გზა ხელსაყრელად რომ წარმართულიყო. და ასევე ურთიერთობებსაც ეხება ეს გზა. თქვენ თუ თქვათ იყავით ხალისიანი მხიარული ბავშვი და შემდეგ კი არქეტიპული ცვლილებების შედეგად გახდით უფრო ინტროვერტული, თავშეკავებული, დისტანციური, რასაკვირველია, გაგიჭირდებათ იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც თქვენ შეგეფერებათ და აი ამაზეც ღირს აუცილებლად დაფიქრება. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ ვიპოვოთ ჩვენი საწყისი არქეტიპული ნაზავი, რათა იმის შევადაროთ, რომ აი ჩემი ცხოვრება ეხლა სადაც ვდგევარ, რამდენად შესაბამება იმ არქეტიპული ნაზავის პოტენციალს და თუ ჩემი ორიგინალურობის განვითარება შევძელი. თუ მე ჩემს გზას, რომელიც ჩემი ამ არქეტიპული ნაზავისთვის იყო განკუთვნილი და ოპტიმალური ვთქვათ, თუ იმ ოპტიმალურ გზაზე ვდგევარ, თუ ავწდი და სხვა გზით წავედი და აქედან გამომდინარე, როგორც ურთიერთობებში, ასევე პროფესიაში მაქვს რიგი პრობლემები ან სულ-მცირე უკმაყოფილობის. ესე იგი, სისტემატურად უკმაყოფილობის შეგრძნება, რადგან ჩვენმა შინაგანმა სიბრძნემ ძალიან კარგად იცის, რომ არ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ. თუნდაც, სადაც რომ ვდგევართ, იყოს ეს ფინანსურად, ან და სხვა კუთხითაც, რომ სხვებისათვის, უცხო თვალისათვის მისაღები და სასურველი. ასე რომ, ბოლო ჩემი პატარა ვიდეო ეხებოდა მოგზაურობას. ვიყავი დანიაში და შვედეთში, ჩემს გოგონას ჰქონდა მივლინება და მას ვესტუმრე და იცით,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ამ ქვეყნების დანიაში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ კოპენჰაგენში არ ყოფილვარ. კოპენჰაგენში ვიყავი, შემდეგ გადავედით შვედეთში, ლუნდი და მალმოში ვიყავი. და იცით, მატარებელში რომ ვზივარ, მაშინ მქონდა ეს იდეა, რომ თქვი, რომ აი ვიმოგზაურე და რა მომანიჭა, იყო სასიამოვნო. მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მოგზაურობა, რომელიც შეიძლება ჩვენ ჩავატაროთ. ყველაზე საინტერესო, ყველაზე შინაგანი კმაყოფილებისაკენ წინამძღოლი არის მოგზაურობა ჩვენი საკუთარი თავისაკენ. იმ შინაგანი მესაკენ, რომლის საწყისი ფორმითაც ჩვენ დედამიწას მოვევლინეთ და რომელთანაც ხშირად კონტაქტი არ არის ისეთი ოპტიმალური, როგორც ჩვენ მოგვიხდება, როგორც ჩვენ ცხოვრებას მოხდება. და აი გისურვებთ, რომ აი ეს მოგზაურობა შეძლოთ. და ამ მოგზაურობით მიღებული სიამოვნება და შედეგები შეერგოთ. გემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, კარგად ბრძანდებოდეთ.